12 საათზე თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. სტიქია კახეთში უხვინ ალექის შედეგად თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები დაიტბორა. მდინარე ლოპოტას ადიდების შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია ზარალის შესწავლა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ალაზანიც. დატბორილია სოფელი ალავერდი, დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველები. ალაზნის ადიდების შედეგად დატბორილია ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. კახეთში ახლაც წვიმს. ზემოხოდაში მცხევი გადმოვარდა კალაპოტიდან და საფრთხე შეუქმნა ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, შევარდა ალავერდის მონასტრის ეზოში, ტალახიანი წყალი, ვარცოფიანი წყალი და დააზიანა იქ მშენებარე ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძოდ ნაპირსამაგრის სამუშაოების მშენებლობა მიმდინარეობდა. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, ადიდა ქისტაურის ხევი, ქისტაურის ხევმა ასევე გადმოკვეთა კალაპოტი, შევარდა წყლის მასები, ძალიან დიდი მასა წყლის მოსახლეობის, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე პრივატიზებულ ნაკვეთებში, ჯერჯერობით მთელი არ არის დამთავრებული მოგეხსენებათ და ძალიან ქვაღორღით გადაუსო ეს ვენახები და სიმინდები. დაახლოებით 50 კომლია 60 კომლი დატბორილი ქისტაურში. ამასთანავე დატბორილია ხოდაშინის ხევის ადიდების გამო სოფელი ხორხელი. ავტოსაგზაო